საჩხერის მუნიციპალიტეტში 2015 წელს 9.723.000 ლარის 274 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო ცენტრალური საავტომობილო 5 კილომეტრიანი გზა სოფელ სავანეში, 2 კილომეტრიანი მონაკვეთი სოფელ ბაჯიჩში, მოეწყო საავტომობილო გზის 2500 მეტრიანი მონაკვეთი საირხე ჭორვილა გორისის მიმართულებით. ასფალტის საფარი დაიგო ქალაქ საჩხერეში, იაშვილის ქუჩაზე, მოპირკეთდა გზები გომართელისა და აღმაშენებლის ქუჩებზე. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დეკორატიულ ღობეს გომართელის ქუჩაზე. განხორციელდა საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბეტონის საფარი საუბნო გზებზე ჯამში 6 კილომეტრზე დაიგო. ქალაქ საჩხერეში დაიდგა თანამედროვე სტანდარტების 10 ერთეული მოსაცდელი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზავრთა მოსაცდელებს სხვადასხვა სოფლებში. სარეკონსტრუქციო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა სპორტულ მოედნებს, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა საგზაო მონიშნვითი სამუშაოები. სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა სოფელ სარეკში, ბაჯიჩში, ივანწმინდასა და სავანეში, პერებსა და ჩიხაში. სრულიად უფასოდ მოხდა 1013 ოჯახის გაზიფიცირება. ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა სოფელ ხვანში, ჭალვანში, ლიჩში, ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელში, პერებში, კორბოულში, დარყაში, ჯრიასა და ჭურნალში. გაზიფიცირება დასრულდა ქალაქ საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩაზე. ელექტროენერგიის სისტემების სარეაბილიტაციო და სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტის სოფელ ჩონთოსა და ვაკისაში. მრავალ ადგილზე მოწესრიგდა გარე განათების სისტემა. დასრულდა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გორისაში, ჭალვანში, მერჯევში, კორბოულში, ჯალაურთასა და ქორეთში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორღულის, სარეკის, ხვიტორის, საიხის და ჭორვილის საბავშვო ბაღებს. გაიხსნა დაწყებითი სკოლა სოფელ კორბოულსა და იცქისში. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. განახლდა აკაკი წერეთლის სახელობის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია. დასრულდა მუხრან მაჭავარიანის სკვერის კეთილმოწყობა. დაიდგა მერაბ კოსტავას მემორიალური დაფა მისივე სახელობის სკვერში. მოეწყო პაოლო იაშვილის სახელობის სკვერი. გაიხსნა ობოლასა და ლაშას სახელობის მონუმენტი. იუსტიციის სამინისტროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ კორბოულში. გარემონტ და გამგეობის შენობის ნაწილი, მოეწყო ინტერნეტის შიდა დაგზელვა, დასრულდა საჩხერის სამუსიკო სამხატვრო სკოლის დემონტაჟისა და ახლის მშენებლობის პირველი ეტაპი. გაიზარდა თანხა სოციალურად დაუცველთა დახმარებებისთვის და 616.000 ლარი შეადგინა. 2015 წელს ოჯახებისა და ბავშვთა სოციალურ დაცვაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 35.000 ლარი. ავადმყოფთა სოციალურ დაცვაზე 2030.000 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვაზე 24.000, საჩხერის რეგისტრირებული კავშირისთვის 26.000, ხოლო მარჩენალ დაკარგულ პირთა სოციალურ დაცვაზე 15.000 ლარი გამოიყო. 20.000 ლარი გამოიყო სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამისთვის. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს 100.000 ლარით დაეხმარა. ვეტერანთათვის 5.000, ხოლო უპატრონო მიცვალებულთათვის 400 ლარი გამოიყო. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებისთვის 2015 წელს ბიუჯეტიდან გამოიყო 10.000, უფასო სასადილოსათვის 35.000 ლარი. დაინიშნა საავტობუსო რეისი საჩხერე-პერევი საჩხერის მიმართულებით, რომლის სუბსიდირებისთვის 24.000 ლარი გამოიყო. დაფინანსდა ყუთა კავშირის საჩხერის ფილიალი 30.000 ლარით, ხოლო შუშომუ პირთა კავშირი 36.000 ლარით. დაფინანსდა 44 სტუდენტი და მათზე 21.000 ლარი გაიცა. მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად ეხმარება 36 დიალეზზე მყოფ, ხოლო 21 ლეიკემიით დაავადებულ ადამიანს. ყოველთვიურად ერიცხებათ თანხა ეპილეფსიით დაავადებულებს. საერთო ჯამში პროგრამაში 74 ადამიანია ჩართული. 2015 წელს გრანდიოზულად აღინიშნა სახალხო დღესასწაული, აკაკის დღე, პოეზიის დღესასწაული. მალხაზ ბაზაძის ინიციატივით ამავე დღეს დაწესდა სახალხო ზეიმის საჩხერლობა. ახალ 2016 წელს ჩვენი მშობლიური მხარის აღმშენებლობა და კეთილმოწყობა კვლავაც სრული დატვირთვით გაგრძელდება. საჩხერის მუნიციპალიტეტი გილოცავთ შობა ახალ წელს.